დაგიბრუნდით. შემდეგი მორიგი სავარაუდოდ ვლოგივით, რომელსაც ალბათ დავდებ, არ ვიცი რა გამოვა. ეხლა ვარ ფრანკფურტში, მივდივარ მატარებლის სადგურზე და უნდა წავიდე ჰაიდელბერგში და ეს ვლოგი იქნება ჰაიდელბერგზე. კამერის ბოლომდე დატენვა ვერ მოახერხე და იმედია მნაყოფა ყველაფრის გადასაღებად. გამოვედი სადგურზე ვარ უკვე. 1-20 წუთი მიწევს აქცთა ეხლა და 9 საათზე გადის ჩემი მატარებელი ჰაიდელბერგისკენ. 12 საათი ხეშად რო ვთქვა, უკვე იქ ვიქნა. ესე გამოიყურება ფრანკფურტის სადგური. ჩამოვედი ჰაიდელბერგში ხა. მივდივარ ჰაიდელბერგის ძველ ციხესიმაგრეში 1-15 წუთი. უნდა ვიარო ფეხით და მაგას ვნახავთ. ასევე ქალაქზე იშლება ხედები ჰაიდელბერგის ციხესიმაგრედან და ეხლა გაჩვენებთ როგორი გზა გვაქვს. გზა მაქვს გასავლელი საკმაოდ აღმართი არის. ეს არის აპარატი, სადაც 2 ევროთ შეგიძლიათ შეიძინოთ ქაღალდის. აი ესეთი, მეცა გამოჩინო. აი 2 ევროთ შეგიძლიათ ესეთი ქაღალდის 0 ევროიანი შეიძინოთ. საინტერესოა. საინტერესო ის არის, რომ ღირებულება კი არაფერი აქვს, 0 euро არის. მაგრამ შუქს როცა გახედავ, თითქმის ასე ერთი შეხედვით ყველა ის დამცავი აქვს, რაც ჩვეულებრივ ნაღდ ფულს. ჩემი ფულების მცირე კოლექციას მივამატებ. მოკლედ ამოვედი ციხესიმაგრის შესასვლელთან. არ ვიცი თუ გამოჩნდება. ჩემს უკან არის ციხესიმაგრის შესასვლელი, მაგრამ ბილეთი უნდა ვიყიდო. 11 euro გადავიხადე ტიკეტში და ეხლა უკვე შევალ ძველი ციხესიმაგრის შიდა ტერიტორიაზე და შიდა ტერიტორიას დავათვალიერებ. შემოვედი შიდა ტერიტორიაზე. აქ როგორც ჩანს, რესტავრაცია მიმდინარეობს რაღაც ნაწილის. ზოგადად ამ ქალაქში ძალიან ბევრი კარგი რაღაცის ნახვა შეიძლება, უბრალოდ რამოდენიმე საათი თვარ და ყველაფერს ვერ მოვასწრებ, რაზეც ცოტა ეგ გულდასაწყვეტი არის. ხო. აი ესეთ ციხესიმაგრის შიდა ტერიტორია, რომელიც უნდა ვთქვა, რომ გასაოცრად კარგად გამოიყურება. აი ესეც ქალაქის ხედი, რომელიც უნდა აღნიშნო, რომ საკმაოდ ლამაზია. ეხლა ქალაქის ხედზეც დრონითაც გადავიღე რამოდენიმე კადრი, მაგრამ დიდად კმაყოფილი არ ვარ სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ერთლა კარგად ვერ ვატარებ დრონს და არ გამოვიდა ის, რაც მინდოდა, მაგრამ მაინც ჩავსვა.
აქ შიდა ტერიტორიაზე არის ასევე რესტორანი, სადაც თავიანთ ამ ქალაქის ღვინოს ყიდიან. ერთი ჭიქა ლუდი გამოვიდანი აქ ეხა, იმიტომ რომ ძალიან ცხელა და ეხა ვფიქრობ თან სადმე წავიდე და ჯერ ვჭამო თუ აქ ერთი ადგილი დარჩა კიდე სანახავი და მაგის სანახავად წავიდე. რა ხდება ეხა? ერთი-ორი ადგილი დარჩა, რის ნახვაც ვსურდა უბრალოდ. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა რა, ესე ფეხიც ასეარულოთ და თან საკმაოდაც ცხელა. ხო და აქ ორჩი ხა ქალაქში ჩავალის კამერამენი მჭირდება მოკლედ ერთი ვინმე. არა ძალიან ლამაზი ადგილია უკვე მართლა. ეხა ქალაქში ჩავალა და იქიდან გავაგრძელებ. იქაც აქ ხიდი არის რა, ამათი მთავარი ჰაიდელბერგის მთავარი ერთ-ერთი სანახაობა. ხო და მაგ ხიდზეც მინდა რომ გავიდე. ჩამოვედით ჰაიდელბერგის ცენტრში, ცოტა დავისვენე. კამერაც დავტენე, მაგრამ 20%-ზე მაქვს და თვითონ აღარც მეყოფა. ცოტა მეტი რაღაც ნახვაც მინდოდა და დაღლითაც დავიღალე და პლუს ყველაზე ეხა პრობლემა არ მეგონა კამერა დამიჯდა საკმაოდ მალე და სამწუხაროდ powerbank-ი დღეს არ წამომიღია. ხო, powerbank-ი დღეს არ წამომიღია არ მაქვს. ასე რომ გადაღებით ბევრ რამეს ვერ გადავიღე. ხო, მოვედით ხიდთან და ეხა ხიდსაც გაჩვენეთ, უბრალოდ მინდა და მეთქვა მანამდე რომ აი სურათებში უფრო რაღაცნაირია რა. უფრო მასიური არის და ბევრად უფრო ლამაზი ჩანს. მაგრამ ესეც ცუდი არა რა. გავედი ჩვენი ვიდეოს ბოლოშიც. მაყოფილი ვარ ძალიან ჰაიდელბერგის რა. დამღლელი იყო დღევანდელი დღე, მაგრამ აქ ჩამოსვლა და აქაურობის დათვალიერება ღირდა. სამწუხაროდ მე რამოდენიმე საათი თუ არ აქ და ყველაფერი ვერ დავათვალიერე ისე როგორც მინდოდა, მაგრამ რაც ვნახე, კმაყოფილი ვარ. ეს იყო და ეს რა, არ ვიცი. თუ გადავიღებ კიდე რამე ვლოგს, შევხვდებით იმ ვლოგში. დროებით.